ფოკუსირება რთული გახდა არა მარტო კომპლექსურ საქმეებზე, ამ დროს გაგვახსენდება წყლის დალევა, ნაგვის გადაყრა, წინდების ორგანიზება, არამედ ისეთ აქტივობებზეც კი, რომლებიც სიამოვნებას ადვილად უნდა გვანიჭებდნენ. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, რაღაც სხვა სტიმულატორიც აუცილებელია. ჭამის დროს ვიდეო, ფილმის ყურებისას სკროლვა, მუშაობისას მუსიკა ან ფონად ჩართული სერიალი. 550 on fire sticking come with me the deal, right? შეიძლება ითქვას, რომ ფოკუსის ნაკლებობა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. რადგან უნარი, რომ ერთ რამეზე კონცენტრირდე დიდი ხნის განმავლობაში, ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია წარმატებული და კმაყოფილი ცხოვრებისთვის. ვიდეოში შევეცდებით გავერკვეთ, საიდან მოდის ეს გამოწვევა, როგორია მასთან ბრძოლის გზები და რამდენად დიდია ამ გაფანტულობაში შენი ბრალეულობა. ყურადღება შეგვიძლია შევადაროთ ფარანს, საიდანაც ნათების ვიწრო ზოლი გამოდის. თუ ბნელ ოთახში ფარანს რაიმეს მივანათებ, დავინახავთ ამ ობიექტის მკაფიო გამოსახულებას. ფარნისგან გამოსული სინათლე ვიწროა, ყველაფერს ერთდროულად ვერ ანათებს. ისევე როგორც ერთდროულად მრავალ საკითხზე ფოკუსირება არ გამოდის. და თუ გამოდის, ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის ერთდროულად განათებას ვცდილობთ. შესაბამისად, არც ერთი ობიექტი აღარაა სათანადოდ განათებული. ეგრეთ წოდებული მულტიტასკინგი, რომელიც ძალიან პოპულარულია კომპანიებში და კვლევების მიხედვით ნეგატიურად მოქმედებს მეხსიერებასა და IQ-ზე, საკმაოდ არაზუსტი ტერმინია. ეს უბრალოდ ფოკუსის დაჩქარებული მიმართვაა ერთი ობიექტიდან მეორეზე, მეორიდან მესამეზე, მესამიდან ისევ პირველზე და ასე შემდეგ. ამიტომაა, რომ როცა ავტომობილით დანიშნულების უცხო ადგილს უახლოვდებით, მუსიკის ხმას ვადაბლებთ უკეთესი კონცენტრაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბგერები წესით მხედველობას ხელს არ უნდა უშლიდეს, მაგრამ ტვინი მაინც ვერ ახერხებს ორი სტიმულის ერთდროულად მართვას. ადამიანის ყურადღების ხანგრძლივობა იცვლებოდა კაცობრიობის განვითარების მანძილზე, ინფორმაციის მიღების გზებთან ერთად. ისტორიის უდიდესი ნაწილი ჩვენი გონება მუშაობდა წიგნის კითხვის ისწრაფით. წიგნის კითხვა სჭირდება მოთმინება და კონცენტრაცია, რათა ერთსა და იმავე იდეასა თუ ისტორიას მიყვეს საათობით. შემდეგ შემოვიდა გაზეთები და წერილები, რომლებიც ინფორმაციას წიგნებთან შედარებით გაცილებით სწრაფად გასცემდა, თუმცა მცირე პორციებად. ჟურნალების ეპოქამ დაამატა ვიზუალური მხარე, გახადა ინფორმაცია უფრო ადვილად აღქმადი. აი რადიო კი იყო პირველი, რომელმაც ყურადღება ორ ნაწილად გაყო. ერთდროულად შეიძლებოდა როგორც ინფორმაციის მოსმენა, ასევე სხვა რამის კეთებაც. ტელევიზია მოახერხა ჩვენი თვალების, ყურების და გონების ერთდროული სტიმულაცია. კომპიუტერმა და ინტერნეტმა მოგცვა საშუალება ყურადღება დაგვეყო მრავალ ნაწილად. შესაძლებელი გახადა გადახტომ-გადმოხტომა ტაბებს, დავალებებსა და მესიჯებს შორის. საბოლოოდ კი სმარტფონებმა ინფორმაციისა და გართობის უწყვეტი წყარო მოათავსა ჩვენს ჯიბეში, ერთი ხელის გაწვდენაზე. მოკლედ ამ ევოლუციამ წიგნიდან სმარტფონამდე ზეგა უნდა მოახდინა არა მარტო იმაზე თუ რა ინფორმაციას ვიღებთ და როგორ, არამედ იმაზეც თუ როგორ ვფიქრობთ, რადგან მიღებული ინფორმაციის რაოდენობა გაცილებით მეტია, რისი დამუშავებაც შეგვიძლია. რამდენადაც გაიზარდა ინფორმაციის მოწოდების სიჩქარე, იმდენად დაიყო ჩვენი ყურადღება. თუ რატომაა ყურადღების დაყოფა საკმაოდ დრამატული პრობლემა თანამედროვე ადამიანისთვის, ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება ალბათ ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნივთიერება დოპამინი. დოპამინი არის ნეირომედიატორი და როგორც წესი სიამოვნებასთან ასოცირდება, თუმცა ის უფრო მეტად მოტივატორია, რომელიც გვიბიძგებს ვეძიოთ ჯილდო და სიახლე. დოპამინის ჯანსაღი რაოდენობა გვეხმარება ხანგრძლივი მიზნების უკეთ შესრულებაში. მისი ხშირად და ნაჩქარევად მიღება თითქოს სასიამოვნოა, თუმცა არც ისე სასარგებლოდ მოქმედებს ჩვენზე. ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც კმაყოფილების შეგრძნება ეუფლება ხანგრძლივი და უაზრო სკროლვის შემდეგ. სოციალური მედია, შეტყობინებები, ონლაინ შოპინგი, რილსები, შორტები, TikTok-ები არის შემუშავებული ისე, რომ რაც შეიძლება ადვილად და სწრაფად მივიღოთ დოპამინის დოზა. ალგორითმა ზუსტად იცის, როგორ გაგიხანგრძლივოს აპლიკაციაში გასატარებელი დრო. გთავაზობს სიახლეებს, ჭრელჭულა ვიზუალს, ხმებს, მოულოდნელ ჯილდოებს. რადგან არ უნდა დაუჯდეს, ცდილობს მოიპაროს შენი ყურადღება. ტვინი ეჩვევა დოპამინის მიღებას ხშირად და მცირე დოზებით. აქტივობა, რომელიც მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, გამოყოფს დოპამინს ნელა, რაც ძალიან მოსაწყენია თანამედროვე ციფრულ გართობასთან შედარებით. დროთა განმავლობაში ტვინი ხდება დამოკიდებული ტექნოლოგიაზე, ირიდებს ხანგრძლივ ძალისხმევას და ეჩვევა მცირე ჯილდოების დევნას. მუდმივად გაქვს მოთხოვნილება შეამოწმო ტელეფონი, სოციალური მედია, გადახტე ერთი საქმიდან მეორეზე, რათა დოპამინის მორიგი მცირე ბუსტით დაჯილდოვდე. მენტალური დაღლილობის შეგრძნება გვეუფლება მცირეხნიანი ფოკუსის მერეც კი. 15 წუთი მუშაობ, 45 ისვენებ. და ასე ნელ-ნელა თამაშ-თამაშით ტვინის გადაჭარბებული სტიმულაცია ხდის ხანგრძლივ ფოკუსს თითქმის შეუძლებელს.
ახლა რა პრაქტიკულ რჩევებსაც ჩამოვთვლი, შეიძლება ცოტა დრამატულად მოგეჩვენოთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენს წინააღმდეგ მუშაობენ ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებიც უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავენ იმისთვის, რომ კარგად შეისწავლონ ადამიანთა ქცევა და შემდეგ საკუთარი პლატფორმები მოარგონ ჩვენ სისუსტეებს. მაგალითად, Scrollwa არის გადმოტანილი სათამაშო ბიზნესიდან, ორივე აკმაყოფილებს ერთსა და იმავე კრიტერიუმებს. ადამიანის გონება და ყურადღება მიმზიდველი მიწის ნაკვეთივითაა, სადაც ყველა ცდილობს საკუთარი კორპუსის ჩადგმას. დააძალე თავს სადო ერთ საქმეზე მუშაობა წინასწარ განსაზღვრული დროით, 25-დან 30 წუთამდე, რომელსაც მოყვება მცირე შესვენება. მეთოდს ქვია Pomodoro და Pomodoro ტაიმერებს ადვილად მიაგნებთ ინტერნეტში. შესვენება უნდა იყოს 5-10 წუთიანი. ამ დროს უბრალოდ უნდა დაისვენო, ყველანაირი გვერდითი სტიმულაციის გარეშე. ამ მეთოდით პირველ რიგში აღმოაჩენ თუ რამდენ ხან შეგიძლია კონცენტრირება. სასურველია დაიწყო 25 წუთიანი ბლოკებით და შემდეგ ნელ-ნელა გაზარდო 50 წუთამდე. და ეს ერთ რამეზე კონცენტრირება არ ეხება მხოლოდ საქმეს. თავიდან უნდა მივეჩიოთ ერთი რამით გართობას. არჩეულ ფილმს უყურე ბოლომდე, პარალელურად სკროლვის გარეშე. მიაჩვიეთვინი რომ დაწყებული დაამთავროს. ვიდეოს რო ჩართავ YouTube-ზე შეეცადე გახვიდე ბოლოში. წიგნის კითხვისას დაწყებული თავი აუცილებლად დაასრულე. ნებისმიერ რამეზე კონცენტრირება რომ გაგვიადვილდეს, ჩვენი გარემო უნდა შევცვალოთ ისე, რომ რაც შეიძლება რთული გახდეს ყურადღების გაფანტვა. გამორთე ტელეფონზე შეტყობინებების 99% ან სულაც 100-ვე. გამოიყენე focus mode, რათა მუშაობისას არაფერმა შეგაწუხოს. ან ყველაზე ეფექტური ხრიკი ფრენის რეჟიმი. სამუშაო მაგიდა და სივრცე უნდა იყოს მინიმალისტური და თავისუფალი ყველაფრისგან, რასაც ყურადღების გაფანტვა შეუძლია. კომპიუტერზე შეგიძლია მოაწყო ბროუზერი ისე, რომ ადვილად ვერ გახსნა სოციალური მედია. მაგალითად, მე ძალიან მადგება აპლიკაცია BlockSite, რომელიც გააძლევს საშუალებას დაბლოკო ყურადღების განფანტავი საიტები. Chrome-ის ამ extensions კი შეუძლია გააქროს სოციმედიებიდან სიახლეების კედელი, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას და გვართმევს ბევრ დროს. ძალიან მნიშვნელოვანია პროაქტიული ნაბიჯები, ანუ არ უნდა ვიყოთ ნებისყოფის იმედზე. რაღაც ბარიერების დაწესება საჭიროა. ანუ თუ შეხვედი უკვე სოციალურ ქსელში ჩასასქროლად, ეს უკვე დაგვიანებულია, ანუ უკვე ნებისყოფის იმედზე ხარ რომ გათიშო. ამას ჯობია რომ რაღაცა მოგცეს და ეს რაღაცა არის BlockSite, რომ რაღაცა მოგცეს რამდენიმე წამი იმისთვის რომ მოასწრო რეაგირება და გადაიფიქრო სოციალურ ქსელში მცირე ხნიანი სკროლვა. ეს ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ამიტომ რომ შევაჯამოთ, ჩვენ მუდმივად უნდა ვეძიოთ და აღმოვაჩინოთ სოციალური ქსელები, აპლიკაციები და ზოგადად ყურადღების განფანტავები ჩვენს გარემოში და მივიღოთ ზომები მათგან თავის დასაცავად. მიეჩვიეთ ცხოვრებას ციფრული სამყაროს გარეშე, ყოველწამიერი ხელმისაწვდომობის გარეშე. უნდა შემოვიღოთ ტელეფონისგან თავისუფალი ზონები, საძინებელი, საპირფარეშო, გაისეირნე ფეხით ტელეფონის გარეშე. სტუმრად როცა ხარ, დატოვე სმარტფონი ქურთუქში ან მისაღებში. ადამიანებთან საუბრისას არ დადო ტელეფონი მაგიდაზე, შეინახე ჩანთაში ან ჯიბეში. იყავი სრულიად ჩართული საუბარში და უთმე ყურადღება მხოლოდ მოსაუბრეს. ძალიან ცუდი საქციელია, როცა ვიღაც გესაუბრება და შენ შეტყობინების ხმა საერთოდ მოგწყვიტავს ამ ადამიანს და ეძგერები ტელეფონს. აირჩიე დღეში რამოდენიმე საათი, როცა საერთოდ არ ამოწმებ შეტყობინებებს და აპლიკაციებს. ამის უკეთესი, უფრო ეფექტური ვერსია ავირჩიოთ დღეში მხოლოდ რამოდენიმე განსაზღვრული საათი, როცა ვამოწმებ სოციალურ მედიას. მოკლედ დიეტა ინფორმაციისგან, დიეტა ციფრული სამყაროსგან, მიუხედავად იმისა, რომ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ დიეტები, რომლებიც სხეულს ეხება, არანაკლებ მნიშვნელოვანია გონებრივი დიეტაც. დასკვნის სახით უნდა აღენიშნოს, რომ ფოკუსი, რომელიც გარემომდა ცუდმა ტექნოლოგიურმა ჩვევებმა დაგვაკარგინა, დაკარგულია მხოლოდ დროებით. ტვინი არის ნეიროპლასტიური, როგორც მიეჩვია ციფრულ სამყაროს, ასევე შეუძლია გადაჩვევაც. ეკრანთან გააზრებულად არ გატარებულ ყოველ წუთს, გამორთულ შეტყობინებებს და ციფრულ დიეტას მალევე შეუძლია დადებითი შედეგის მოტანა. სულ ეს იყო მეგობრებო, ყურადღების გაფანტულობას მეც ყოველდღიურად ვებრძვი, ძირითადად იმ მეთოდებით, რაც ჩამოვთვალე, ასევე ცნობილია, რომ მედიტაცია, ვარჯიში, ცივი შხაპი არის ძალიან კარგი დოპამინის დონის ბალანსირებისთვის, თუმცა ამ მეთოდებში მეც დამწყები ვარ, ამიტომ დეტალური ანალიზი ვიდეოში არ ჩამისვამს. კარგი იქნება თუ კომენტარებში გააზიარებთ თქვენ რა გიფანტავთ ყურადღებას და რა ხერხებს იყენებთ უკეთ კონცენტრირებისთვის. თუ სასარგებლო იყო ეს ვიდეო, მოიწონეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. თუ თვლით რომ ეს ინფორმაცია სხვასაც შეიძლება გამოადგეს, გაუზიარეთ ვიდეო ახლობლებსა და მეგობრებს. სულ კარგად ბრძანდებოდეთ.